ეს არის თერაპიული ზღაპრებისა და იგავების არხი. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი მერა ბონიანი. დღეს წაგიკითხავთ დიდებისათვის ზღაპარს. შეგიძლია მოეწყოთ მოხერხებულად სავარძელში და მე კიდე გეხმარები ჩაიძირო თერაპიული ზღაპრის სამყაროში. სასიამოვნო და სასარგებლო პროცესში. შენ შეგიძლია შესცურო შენი პიროვნების სიღრმეში და ჩასვდე ზღაპრის საზრის. შენი ძირები ამ საოცარ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. შენ იღებ მხოლოდ შენი ცხოვრებისათვის სასიკეთოს და ეს ყველაფერი გეხმარება ჰარმონიაში საკუთარ თავთან, მშვიდობის დამყარებაში. მაშასე ზღაპარი დაიწყო. სახიფათო მტერი. დიდი ხნის წინათ ერთ ძალიან შორეულ და მიკარგულ სამეფოში ცხოვრობდა მეფე. მას ძალიან მოსწონდა თავისი ძალმოსილების შეგრძნება. მაგრამ მეფეს არა მარტო ძალაუფლება სჭირდებოდა, მისთვის აუცილებელი იყო, რომ ირგვლივ ყველა აღფრთოვანებული ყოფილიყო მისი მხიარულებით. ისევე როგორც ფიფქიას დედინაცვლისათვის, რომლისთვისაც არ იყო საკმარისი უბრალოდ ცოდნოდა თავისი სილამაზის შესახებ, მეფესაც სჭირდებოდა სარკე, რომელშიც მისი სიძლიერე აირეკლებოდა. მას არ ჰქონდა ჯადოსნური სარკეები, მაგრამ ჰყავდა მრავალი კარისკაცი და მსახური და მათგან შესაძლებელი იყო გაეგო სამეფოში მართლა იყო თუ არა ის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი. ყველა პასუხობდა მას ერთსა და იმავეს: თქვენო უდიდებულესობაო, თქვენ ძალიან ძლევამოსილი ხართ, მაგრამ იცით რომ ჯადოქარი ფლობს ძალას, რომელიც არავის არ აქვს. მისთვის მომავალიც კი ცნობილია. იმჟამად ალქიმიკოსები, ფილოსოფოსები, მოაზროვნეები, მონაზვნები და მისტიკოსები ერთი სიტყვით მოიხსენიებოდნენ: ჯადოქრები. მეფეს ძალიან შეშურდა თავისი სამეფოს ჯადოქრის. მასზე დადიოდა ხმები, რომ ის ძალიან კეთილი და სულუგძელი ადამიანი იყო. ხალხს უყვარდა ის, აღფრთოვანებული იყო და უხაროდათ მისი არსებობა. უბრალოდ ის, რომ იგი მათ სამეფოში ცხოვრობდა. სრულიად განსხვავებული სახელი ჰქონდა მეფეს. შესაძლოა სწორედ იმიტომაც, რომ მას სულ უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისაა სამყაროს მბრძანებელი და თვით ყველაზე მცირე ქვიშის მარცვალიც კი მის ნებას ექვემდებარებოდა. მეფე არც სამართლიანი იყო, არც თავშეკავებული, არც გულუხვი, რაც ძალიან სასურველი იქნებოდა. ერთხელ მეფე ისე გადაიღალა ჯადოქრისადმი სახალხო სიყვარულის შესახებ მონათხრობებისაგან, რომ ძალიან გაბრაზდა და გაბოროტდა. ის მიეცა ეჭვებსა და შიშებს, რომელსაც შური მოაქვთ და მოიფიქრა ახალი გეგმა. მოეწყო დიდი დღესასწაული და მოეწვია ჯადოქარი. საზეიმო სადილობის დროს მეფე მოითხოვდა საყოველთაო ყურადღებას. ის გამოიძახებდა ჯადოქარს დარბაზის ცენტრში და ყველას თვალწინ კითხავდა მას: მართალია თუ არა, რომ მას მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლო? სტუმარს ან დათანხმება, ან უარყოფა მოუწევდა, რითაც დაადასტურებდა თავის ძლიერების მიზეზს, ან დაასრულებდა საყოველთაო აღფრთოვანებას მისადმი. ამის შემდეგ მეფე მოსთხოვდა ჯადოქარს დაესახელებინა თავისი სიკვდილის თარიღი. ის დაასახელებდა რაიმე დღეს, სულ ერთი იყო რას და ამავე დროს მეფე განგმირავდა ჯადოქარს თავისი შპაგით და ამით ის ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავდა. პირველ რიგში სამუდამოდ გათავისუფლდებოდა მთავარი მტრისაგან და დაამტკიცებდა, რომ ჯადოქარს
არ შეეძლო წინასწარმეტყველება და ამიტომ შეცდა და ერთი საღამოს წყალობით დასრულდებოდა ჯადოქარიც და მისი უძლეველობის მითიც. ამ წამსვე დაიწყო სამზადისი და მერე დადგა დღესასწაულის დღე. დიდი სუფრის შემდეგ მეფემ უბრძანა ჯადოქარს გამოსულიყო დარბაზის ცენტრში და ჰკითხა მას: მართალია თუ არა რომ შეგიძლია მომავლის განჭვრეტა? რამდენადმე? უპასუხა ჯადოქარმა. შენი ბედის წინასწარმეტყველება შეგიძლია? უფრო კი, ვიდრე არა. მაშინ მე მინდა რომ დამიმტკიცო, აგრძელებდა მეფე. რომელ დღეს მოკვდები? დაასახელე შენი სიკვდილის თარიღი. ჯადოქარს გაეღიმა, შეხედა მას თვალებში და არაფერი უპასუხა. რაშია საქმე, ჯადოქარო? კითხა მეფემ ღიმილით. შენ ეს არ იცი? როგორც ჩანს, ეს არაა მართალი, რომ შენ შეგიძლია მომავლის წინასწარ განჭვრეტა. საქმე ამაში არაა, უპასუხა ჯადოქარმა. მე ვერ ბედავ, გითხრა ის, რაც ვიცი. ეს რას ნიშნავს? კითხა მეფემ. მე შენი ბატონი ვარ და გიბრძანებ, რომ მიპასუხო. უნდა იცოდე, სამეფოსათვის რამდენად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის დავკარგავთ საუკეთესო ქვეშევრდომებს, ასე რომ მიპასუხე, როდის მოკვდება სამეფოს ჯადოქარი. დაძაბული სიჩუმის შემდეგ ჯადოქარმა მეფეს შეხედა და თქვა: მე არ შემიძლია ზუსტად დაგისახელო თარიღი, მაგრამ ვიცი, რომ ჯადოქარი მოკვდება მეფეზე ერთი დღით ადრე. რამდენიმე წამით დრო თითქოს შეჩერდა. სტუმრებს შორის დრტვინმა მიძალა. მეფე ამბობდა, რომ არ სჯერავს გრძნეულებისა და ჯადოქრების, რომ ნებისმიერი წინასწარმეტყველების ფასი გროშის ტოლია, მაგრამ მან ვერ გაბედა ჯადოქრის მოკვლა. მან ნელა ჩამოუშვა ხელები და მდუმარებაში ჩაიძირა. ის ჩაფიქრდა და იპოვა თავისი შეცდომა. მისი სიზულვილი ცუდი მრჩეველი აღმოჩნდა მისთვის. თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ ფერი დაკარგეთ. რა მოხდა? კითხა სტუმარმა. თავს ცუდად გრძნობ, უპასუხა მონარქმა. მე მოსასვენებლად წავალ. მადლობას გიხდი, რომ მოხვედი. დაბნეული, ის მდუმარედ შეტრიალდა და თავისთან წავიდა. მეფე მიფიქრა, რომ ჯადოქარი ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა. მან ის ერთადერთი პასუხი გასცა, რომელმაც სიკვდილისაგან იხსნა ის. რამდენად ზუსტი იყო მისი წინასწარმეტყველება. ეს რომ ასე არ იყოს, მეფე დაბნეული იყო. მეფე უკან დაბრუნდა და თქვა: ჯადოქარო, შენ სამეფოში შენი სიბრძნით ხარ ცნობილი. გთხოვ ეს ღამე სასახლეში გაატარე. დილას რომ ვიცოდე შენი აზრები ზოგიერთ სამეფო გადაწყვეტილებებზე. მეფეო, თქვენ დიდი პატივი დამდეთ, უპასუხა სტუმარმა პატივისცემით. მეფემ დაცვას უბრძანა, რომ ჯადოქარი სტუმრის მოსასვენებელი ოთახისკენ წაიყვანას და მისი უსაფრთხოება დაეცვათ. იმ ღამით მეფეს თვალი არ მოუხუჭია. ის ძალიან ღელავდა, რომ სტუმარს რაიმე გასაჭირიერდას დგომოდა, ან უბრალოდ რომ თქვათ, არ მომკვდარიყო. დილით მეფემ თავისი სტუმრის კარზე მიაკაკუნა. ჯერ არასდროს ცხოვრებაში მას თავში აზრად არ მოსვლია ვინმესთან ერთად ეთათბირა და რჩევა ეკითხა. მაგრამ ამჯერად მან ჯადოქარს დაუსვა კითხვა. მას რაღაც მიზეზი სჭირდებოდა და ბრძენმა ჯადოქარმა მას სწორი პასუხი გასცა. მეფე თითქმის არ უსმენდა თანამოსაბრეს. შეაქო თავისი სტუმარი გონებამახველობისათვის და სთხოვა კიდევ ერთი დღით დარჩენილიყო, იმ მიზნით, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სურდა მასთან საუბარი. სინამდვილეში კი მეფე სურდა სცოდნოდა, რომ ჯადოქარს არაფერი დაემართებოდა. ჯადოქარი, რომელიც ფლობდა თავის უფლებას, რაც მხოლოდ გასხიოსნებულებს ახასიათებთ,
დათანხმდა. მას შემდეგ ყოველ დღე დილას თუ საღამოს მეფე მიდიოდა ჯადოქრის მოსასვენებელ ოთახში რჩევის საკითხავად და ითანხმებდა მას ახალ საუბრებზე შემდეგი დღისათვის. გავიდა გარკვეული დრო და მეფე დარწმუნდა, რომ ჯადოქრის რჩევები ყოველთვის ზუსტია და ბოლოს ისე რომ თავად ვერ ხვდებოდა, დაიწყო მისი რჩევების გათვალისწინება თითოეული გადაწყვეტილებების მიღებისას. გავიდა თვეები და წლები და როგორც ხშირად ხდება, როდესაც ბრძენის გვერდით ხარ, ხდები უფრო ბრძენი. სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მეფე დღითი დღე უფრო და უფრო ბრძენდებოდა. აღარ იყო დესპოტური და თავნება. აღარ ესაჭიროებოდა, რომ ყოველწლიურად დაემტკიცებინა საკუთარი ძალმოსილება და თავი დაანება საკუთარი ძალაუფლების საჩვენებლად წარმოჩენას. მიხვდა, რომ თავდაბლობას თავისი უპირატესობა აქვს. ის გახდა სამართლიანი და კეთილი მმართველი და ხალხმა შეიყვარა ისე, როგორც ადრე არ უყვარდა არც ერთი მმართველი. მეფე ახლა მიდიოდა ჯადოქართან, არა იმიტომ, რომ დარწმუნებულიყო მის ჯანმრთელობაში. ის აღარ ეძებდა მოგონილ მიზეზებს და უბრალოდ სასაუბროდ მიდიოდა. მეფე და ჯადოქარი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. 4 წელი გავიდა იმ სადღესასწაულო ნადიმიდან და მეფემ უცებ ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაიხსენა, რომ ის ადამიანი, რომელსაც ახლა საუკეთესო მეგობრად თვლიდა, ოდესღაც მისი დაუძინებელი მტერი იყო. გაიხსენა მკვლელობის გეგმაც, რასაც თავად განიზრახავდა და თავისთვის ადგილს ვეღარ პოულობდა და მიხვდა, რომ მეტი აღარ შეეძლო ეს ყოველივე დაეტია, რადგან თავს ფარისევლად, თვალთმაგცად თვლიდა. მეფემ სიმამაცე მოიკრიბა და გაემართა ჯადოქრის ოთახისაკენ. დააკაკუნა კარებზე და ოდნავ გადააბიჯარა ზღურბს, თქვა: ჩემო ძმაო, მე უნდა გამოგიტყდე ერთ საიდუმლოში, რაც მოსვენებას არ მაძლევს. მითხარი და გაათავისუფლე შენი სული. იმ დღეს, როდესაც მე შენ მოგიწვიე სადილად და კითხვა დაგისვი შენი სიკვდილის შესახებ, არაფრის ცოდნა არ მჭირდებოდა შენზე, შენს მომავალზე. მე სიყვარულს საჭიროებდი თაყვანისცემას და გადავწყვიტე შენი მოკლა. რა პასუხიც არ უნდა გქონოდა. სურდა, რომ შენს სიკვდილს გაიფანტა მითი შენზე როგორც წინასწარმეტყველზე. მძულდი იმისათვის, რომ ყველას უყვარდი. ახლა ძალიან მწვენია ამის. მეფემ ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო. იმ საღამოს მე ვერ გავბედე შენი მოკლა. და ახლა, როდესაც დავმეგობრით და ძმებად ვიქეცით, სასოწარკვეთილება მეუფლება, როცა ვფიქრობ თუ რას დავკარგავდი, ასე რომ მოუქცეულიყავი, გზნობ, რომ აღარ შემიძლია ჩემი ეს სირცხვილი შენთან დავფარო. ჯადოქარმა შეხედა მას და თქვა: არც თუ ისე ცოტა დრო გავიდა, ვიდრე ამას გადაწყვეტდი. მოხარული ვარ, რომ აღიარე, რადგან ახლა შემიძლია გითხრა. მე ეს ვიცოდი. როდესაც შენ მე კითხვა დამისვი, ხელი შენი შპაგისკენ წაიღე. შენი განზრახვა ისე ცხადი იყო, რომ ჭვრეტელობა არ სჭირდებოდა შენი ჩანაფიქრის გაგებას. ჯადოქარმა გაიღიმა და ხელი ხარზე დაადო მეფეს. შენი გულწრფელობის პასუხად მეც უნდა ვაღიარო და გითხრა, რომ მეც ასევე მოგატყუე შენ. ეს ისტორია ჩვენი ცხოვრების ურთიერთკავშირის შესახებ, რომ ეს გაგეთვალისწინებინა როგორც გაკვეთილი, რომელიც შენ ვერ გაითავისე დღევანდელ დღემდე. შესაძლოა, რომ
ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე გასწავლე. ჩვენ მივდივართ ცხოვრების გზაზე, გძულს და უარყოფთ სხვათა თვისებებს და ხანდახან საკუთარსაც თვლით რა მათ სიძულვილის ღირსად, არა რაობად, არა საჭიროდ, ან საშიშადაც კი, მაგრამ დრო გვასწავლის, თუ რა რთული იქნებოდა გვეცხოვრა იმის გარეშე, რასაც როდესღაც უარყოფდით. შენი სიკვდილი, ჩემო მეგობარო, ზუსტად შენი სიკვდილის დღეს დადგება. არც ერთი წუთით ადრე. მნიშვნელოვანია რომ იცოდე, მე მოხუცი ვარ და ჩემი ჟამი უცილებლად მოახლოვებულია. არ იფიქრო რომ შენი წასვლა ამ ცხოვრებიდან რაიმეთი უკავშირდება ჩემსას. ჩემი სიცოცხლე შენთან არ არის დაკავშირებული. ჩვენ სიცოცხლე გვაკავშირებს და არა სიკვდილი. მეფე და ჯადოქარი ერთმანეთს გადაეხვნენ და აღნიშნეს ეს სათანადოდ. აწიეს ჭიქები ურთიერთმდობისათვის, რისი მიღწევად შეძლეს. ლეგენდა ამბობს, რობიმ ღამით ჯადოქარი ძილის დროს გარდაიცვალა. მეფემ გაიგორა ეს სამწუხარო ამბავი, მეორე დღეს ვერაფერმა ანუგეშა მისი გული. მას ასევდიანებდა არა საკუთარი სიკვდილის შესახებ აზრი, მან ჯადოქრისგან კარგად ისწავლა. გვერდიდან შეეხედა ამ სამყაროში საკუთარი ყოფობის ამბისთვის. მან მოიწყინა მეგობრის დაკარგვის გამო, რა უცნაური დამთხევაა. მეფემ შეძლო ყველაფრის აღიარება ჯადოქრის სიკვდილის წინა საღამოს. შესაძლოა რაღაც უცნობი საშუალებით ჯადოქარმა აიძულა მეფე გაებედა ამის თქმა, რათა დახმარებოდა მას, რომ გათავისუფლებულიყო მეორე დღეს სიკვდილის შიშისაგან. ეს იყო სიყვარულის ბოლო საჩუქარი, რათა გათავისუფლებულიყო მეფე შიშებისაგან. ამბობენ, რომ მეფე წამოდგა და თავად გაუთხარა მეგობარს საფლავი. ბაღში თავისი ფანჯრების ქვეშ. იქ მიაბარა მან მიწას მისი სხეული და მთელი დღე დარჩა საფლავის ბორცვთან და ისე ტიროდა, როგორც უნდა გამოიტირო ყველაზე ახლობელი ადამიანი. როდესაც დაბინდდა, მეფე დაბრუნდა თავის სასახლეში. ლეგენდა ამბობს, რომ იმ ღამეს ჯადოქრის სიკვდილიდან ერთი დღეღამის შემდეგ მეფე გარდაიცვალა თავის საწოლში ძილის დროს. შესაძლოა შემთხვევით, შესაძლოა დარდის გამო, შესაძლოა იმიტომ რომ დაედასტურებინა თავისი მასწავლებლის ბოლო გაკვეთილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებები იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ახლა იყო გაჟღერებული. თხოვთ დაგვიკომენტაროთ თქვენი წინადადებები, აზრები და მოსაზრებები და გამოიწეროთ ჩვენი არხი.